მოგესალმებით მეგობრებო, მე დოდუკა ვარ, ეს არის პილატესის 5 დღიანი სერიის მესამე დღე, სადაც ვიმუშავებთ კორპუსის გაძლიერებაზე, ზედატანის მოქნილობაზე და ხერხემლის ჯანმრთელობაზე. ეს სერია მოიცავს მარტივ და სასარგებლო ვარჯიშებს, რომელიც გააძლიერებს ზურგის ღრმა სტაბილიზატორებს და ხელს შეუწყობს ხერხემლის სწორ და თავისუფალ მოძრაობაში დაბრუნებას. როდესაც მზად იქნები, შეგვიძლია დავიწყოთ და გჭირდება დღევანდელ პრაქტიკაზე მხოლოდ მატი. შემოკეცეთ ერფები, ჩვენთვის სასურველ პოზიციაში თუ გინდა, ნახევარ ლოტოსში თუ გინდა, უბრალოდ შემოკეცე, დაჯექი გამართული ხერხემლით, მხრები გადაიტანე უკან, გულმკერდი გამოიტანე წინ, გააკეთე ერთი ღრმა, ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა, ჩაისუნთქე ცხვირით და პირით ამოისუნთქე, გააკეთე ნელი და ხანგრძლივი ამოსუნთქვა, მოადუნე კისერი და დაიწყე თავის მსუბუქი, წრიული მოძრაობით. ეცადე რომ მხრები არ დაძაბო, კისერი მოადუნე, 3 წრე გააკეთე ერთი მიმართულებით, შემდეგ შეცვალე მიმართულება, 3 წრე გააკეთე მეორე მხარეს, ეცადე სუნთქვა იყოს თავისუფალი, 7, გადახარე თავი მარჯვნივ და მარჯვენა ხელით მარცხენა ყური წამოიღე მხრისკენ. გადმოხარე აქაც ზომიერ შეგრძნებამდე, ჩასუნთქვა შუაში, ამოსუნთქვა მეორე მხარეს. ხელები მოკიდე მხრებს და წრეზე დაატრიელე. აქაც 3-4 წრე გააკეთე ერთი მიმართულებით. შემდეგ შეცვალე მიმართულება მეორე მხარეს. გაშალე ხელები მხრის გასწვრივ და იდაყვიდან დაატრიელე. რამდენიმე წრე ერთი მიმართულებით მეორე მხარეს. ჩაკიდე ხელები ერთმანეთს, გაახურე მაჯა, დაატრიალე ხელები ორივე მიმართულებით, გამართე მარცხენა ხელი წინ, ხელის თითები იყურება შენსკენ, მარჯვენა ხელის დახმარებით თითები მოიზიდე, შემოატრიალე ხელი პირიქით და მარჯვენა ხელზეც გააკეთე იგივე. ჩაკიდე ხელები ერთმანეთს, ხელის გულები ამოატრიალე, მოამრგვალე ხერხემალი, თავი შეიტანე შიგნით, ამოსუნთქვასთან ერთად გაიმართე, კარგად გახსენე გულმკერდი, ჩამოუშვე ხელები, კიდევ ერთხელ, მოამრგვალე ხერხემალი, თითქოს უკან ზურგით რაღაცას უნდა მიწდე, ამოსუნთქვასთან ერთად გაიმართე. მარჯვენა ხელი მარცხენა მაჯას მოკიდე, გადაიხარე მარჯვნივ და გააკეთე ხერხემლისთვის გვერდითა ზნექი. ეცადე რომ გულმკერდი და მზერა ცისკენ აატრიალო, არ ჩაკეტო შიგნით. მეორე მხარეს ჩასუნთქვა შუაში, ამოსუნთქვასთან ერთად გადაიხარე. მარჯვენა ხელი გვერდით დადგი, მარცხენა ხელი წამოიღე ყურს უკან, აქაც გულმკერდი და მზერა იყურება ზევით, იდაყვი გამართულია ბოლომდე. ჩახარე ხელი უკან მოკიდე კეფას, ჩასუნთქვაზე მარცხენა იდაყვი დადე მარჯვენა მუხლზე, ამოსუნთქვაზე გახსენი გულმკერდი. გაიმეორე რამდენჯერმე. რასაც არ უნდა ვარჯიშობდე, ყოველთვის დააკვირდი ხოლმე როგორ სუნთქავ, ხო? რომ ამოსუნთქვის დროს კუნთი უფრო მეტად უნდება. გაწევის ნაწილი იქნება უფრო ღრმა, სუბუქი, სასიამოვნო. გამართე ისო ხელი და მეორე მხარეს მარცხენა ხელი დადე, მარჯვენა ხელი ზევით. ჯერ მიმართულება მიეცი, გაშალე გახსენი გულმკერდი, ჩახარე იდაყვში ხელი, ჩასუნთქვა მარჯვენა იდაყვი მუხლთან, ამოსუნთქვაზე გახსენი გულმკერდი. თან მარცხენა ხელის დახმარებით ცდილობ, რომ კიდევ უფრო მეტი სიღრმე შეუქმნა ხერხემალს. მთელი პრაქტიკა იყოს სხეულზე დაკვირვების პროცესი, ხო, ეცადე რომ ავტომატურად არ გააკეთო. ყოველთვის დააკვირდი შეგრძნებებს, გაიმართე დაბრუნების აწეს პოზიციაში. გამართე მარჯვენა ფეხი, დატოვე მარცხენა შემოკეცილი, მარჯვენა ხელი მარცხენა ბარძახს მოკიდე და მარცხენა ხელი გადმოიტანე გამართული ფეხისკენ. შედარებით ღრმა გაწელვაში ხელი მიწუდება ტერფს, თუ ვერ მიწუდება მიმართულება მიეცი. მთავარია გვერდები ნეკნებთან იგრძნო. მარცხენა ხელი წამოიღე უკან დადგი, საყრდენად ამოწიე წელი და მენჯები და თავი გადაიტანე უკან, მოადუნე მარჯვენა ხელი. ამოსუნთქვასთან ერთად დაბრუნდი და კიდევ ერთხელ.
წამოიღე მარცხენა ხელი, მოგიდე ტერფს, ან მიმართულება მიეცი, შენი სხეული ყოველთვის თავად გიკარნახებს. გახსენი გულმკერდი და მოადუნე კისერი. კარგი. ამასთან თქვა დაჭექი. მეორე მხარეს. მოკეცე მარჯვენა ფეხი, მარცხენა გამართე, მარცხენა ხელი. მარჯვენა ბარძახზე დადე, მარჯვენა ხელი გამართული ფეხისკენ. ამასთან თქვა, დადგი ხელი უკან, წელი წინ და ბრინჯები, მოადუნე მარცხენა ხელი. ნელ-ნელა დაუბრუნდი საწყის პოზიციას. აი ესე. ამოისუნთქე. კიდე ერთხელ გავაკეთოთ. ყოველთვის ეცადე ყველა შეგრძნება შენთვის იყოს სასიამოვნო, ზომიერი. შემოგეცეთ ტერფები. გადავედით 4-ზე. ხელები მოათავსე მხრის ქვევით, მუხლები მოათავსე მენჯბარძაყის დაბლა. წელი ნეიტრალურად, კისერი მოადუნე, ჩაისუნთქე. ჩასუნთქვის დროს ჩაზნიქე წელი. მხრები გადაიტანე დაუშვი უკან და დააგრძელე კისერი. ამასუნთქვის დროს გავის ძვალი, კუდუს უნის ძვალი, ხერხემალი მოამრგვალე და ნიკაპი შეიტანე შიგნით მკერდის ძვლისკენ. შეგიძლია გააკეთო ესეც შენს რიტმში, სხეულის დახურებასთან ერთად გაზარდო მოძრაობის დიაპაზონი. ჩასუნთქვა მზეირა ზევით, ამოსუნთქვა პირიქით. მოადუნე კისერი, მუცელი დაატრიალე წრეზე. წარმოიდგინე, რომ წრეში ხარ და ცდილობ მუცლით შეეხო და მიწვდა წრის ყველა წერტილს. 3-4 წრე გავაკეთოთ ერთი მიმართულებით. შემდეგ მეორე მხარეს. შეუცვალე მიმართულება. სუნთქვა აქაც თავისუფალია. 7. დააბრუნე ისევ საწყის პოზიციაში. ხელები გადაიტანე მატიდან ოდნავ დაშორებით. კისერი მოადუნე და ამჯერად მხრები დაამუშავე. მხრის სახსარი გაახურე რამდენიმე წრე ერთ მხარეს და ნაკვირდები, რომ ფეხების კუთხე რჩება 90 გრადუსზე და ტერფები არის მოდუნებულ მდგომარეობაში. მეორე მხარეს. აქაც შეგიძლია იპოვო შენი რითმი და მთავარია მოძრაობის დროს ხერხემალს არ კონდეს რაიმე დისკომფორტის შეგრძნება. ჩახარე მარჯვენა ხელი, გამართული დააწვინე. გამოიხედე მარცხნივ, მხარი ჩადის ბოლომდე იდება თავი. ჩასუნთქვა გააკეთე შუაში, ამოსუნთქვა გააკეთე მეორე მხარეს. ისეთი მოძრაობების დროს, ან სტატიკური პოზების დროს, სადაც ყურადღება არ გჭირდება ხოლმე გარეთ, შეგიძლია რომ თვალები დახუჭო და კიდევ უფრო მეტად ჩაატრიალო შენი ყურადღება სხეულში. მარჯვენა ხელი ცენტრში დადგი, მარცხენა ხელს გააყოლე მზეირა ზევით. ამოსუნთქვასთან ერთად ხელფეხს შორის შეაცურე და მხარი და თავი. შეგიძლია მარჯვენა ხელი საყრდენად დაიტოვო, შეგიძლია გამართო და თუ მიწვდები, უკან შემოატარე ხელი მარცხენა ბარძახს. გულმკერდი და მზეირა მიმართულია ზევით ცისკენ. ისევ გამართე მარჯვენა ხელი, გადაიტანე უკან, ყურს უკან და ხელის თითებით წადი რაც შეიძლება შორს. დაყოლმდი რამდენიმე სუნთქვა. შემდეგ დაეყრდენი ისევ მარჯვენა ხელს, მარცხენა ხელი შუაში, მარჯვენა ხელი ზევით. გავაკეთებთ იგივეს მეორე მხარეს. მარჯვენა ხელი დადგი, ხელის გული იყურება ზევით. გამართე მარცხენა ხელი. თუ მიწვდები ხელი უკან მოგიდე მარჯვენა ბარძახს და დააკვირდი როგორ იგრიხება ხერხემალი. გამართე. გადაიტანე ყურს უკან, ხელის თითებით წადი რაც შეიძლება შორს. სუნთქვა თავისუფალია. 7. დადგი ხელი, გამოთავისუფლე მეორე და დაუბრუნდით საწყის პოზიციაში. მარცხენა ფეხი გაიტანე უკან, მარჯვენა ხელი წინ. ჩასუნთქვაზე. ნელ-ნელა დაუშვი ხელფეხი მატისკენ და სწრაფად აიტანე უკან. დავიწყოთ. 1. ზევით. ამოსუნთქვა.
2 გავაგრძელეთ 3 თან დააკვირდი რომ საყრდენი ხელი იყოს ზუსტად მხრის ქვევით მუხლის ზუსტად მუნჯბერძაყის დაბლა ბალანსი არ დაკარგო და წელი არ ამოძრაო მოძრაობის პროცესში ერთიც აქედან ჩასუნთქვა შეერთე იტაყვი და მუხლი მოამრგვალე ხერხემალი ზერა ქვევით ამოსუნთქვაზე გაიშალე და ვაგრძელებთ 2 ამოსუნთქვა 3 თავი შიგნით ამოსუნთქვა 4 არიჩქარო 5 ყურადღების ნაწილი ყოველთვის დაიტოვე წელთან 6 2-იც 7 და 1-იც 8 მოხარე მარცხენა ფეხი მარჯვენა ხელი მოკიდე ტერფს რომელი მხრიდანაც გინდა და ტერფი ერთდროულად აიტანე აზიდე უკან და ზევით დააკვირდი როგორ იხსნება წელი ზერა რჩება წინ დააბრუნე მარჯვენა ფეხი უკან მარცხენა ხელი წინ ნელ-ნელა დაუშმატისკენ და სწრაფად აიტანე უკან დავიწყეთ 2 ამოსუნთქვა 3 მუცლის კუნთები ჩართულია 4 5 ნელა დაუშვი იტაყვი და მუხლი არ მოხარო 2-იც 7 1-იც 8 ჩასუნთქვა შეერთე იტაყვი და მუხლი ამოსუნთქვა გაიშალე 2 ვაგრძელებთ 3 4 არიჩქარო 5 ამოსუნთქე 6 2-იც 7 და 1-იც 8 კარგი მოხარე ფეხი მარცხენა ხელი მოკიდე ტერფი ერთდროულად ამოგვაქვს უკან და ზევით დაბრუნე ჩასე ფეხის თითები ნელა გადახვალ თავდახელში შეგიძლია მუხლები ბოლომდე არ გამართო თავარია მენჯები მიმართო უკან და ზევით ისერი მოადუნო თუ იმართება და ქუსლიც იდება მაგ შემთხვევაში გამართე თუ დაგეჭიმება და ზედმეტი იქნება შეგრძნება მოხარე მოამრგვალე ხერხემალი წონა ხელებში ჩახარა ისევ მუხლები გაიტანე უკან ესე ტალღები გააკეთე რამდენჯერაც ის სიამოვნება კარგია ერთიც მარჯვენა ხელი მარცხენა კოჭთან ქუსლი თუ არიდება არაუშავს უბრალოდ მიმართულება მიეცი ქვევით გამოიხედე მარცხენა მხარეს ჩაისუნთქე შუაში ამოსუნთქვა მეორე მხარეს მარჯვენა ფეხი აიტანე ზევით წინ გამოიხედე და გადმოდგე ხელებთან გარეთ დადე მუხლი ტერფი მარჯვენა ხელი მოხსენი და წრეზე დაატრიალე 3 წრე გააკეთე ერთი მიმართულებით მეორე მხარეს 2 3 დაბრუნე ხელი დაბრუნდი უკან და შეცვალე მარცხენა ფეხის ზევით გადმოიტანე ხელებთან დადე მუხლი და ტერფი აქ უკვე გახსენი გულმკერდი და დამუშავე მარცხენა მხარე 2 3 მეორე მხარეს 1 ამოსუნთქვა 2 კიდევ ერთხელ 3 დადგე ხელები თავდახრილი დადე მუხლი კერდი ვეკაპი და გადავედით მუცელზე ხელები დადგე წინ ფეხები უკან მზერა ქვევით არის მიმართული
მინჯები მყარად და ზედაპირზე. ჩასუნთქვა. 4-ვე კიდური მოხსენი. იდაყვები მუხლები გაჭიმულია. თუ შეძლებ ბარძაყები მოაშორე ზედაპირს. თუ ზედმეტი იქნება ბარძაყები დაუშვი. ამოსუნთქვასთან ერთად ჩავიდეთ. გაიმეორე. 1. ამოსუნთქვა. 2. არ დადო ბოლომდე. 3. ვაგრძელებთ. 4. შედარებით სწრაფად დაიტანე და ნელა დაუშვი. 5. ჩასუნთქვა. 6. 2-იც 7 და 1-იც არავა დაისვენე. შეგიძლია ხელები მოხარო და თავი დადო ხელებზე. დააბრუნე ისევ ხელები და ვაგრძელებთ. ჩასუნთქვაზე იდაყვები მოიზიდე ნეკნებისკენ, კარგად გახსენე გულმკერდი. ამოსუნთქვაზე გაუშვი. ფეხები აღარ ჩართო. უბრალოდ მოაშორე ზედაპირს. 1. ამოსუნთქვა. 2. ამოსუნთქვა. 3. გავაგრძელეთ. 4. თუ ზედმეტი იქნება 8. შეამცირე რაოდენობა. კიდევ 3-ჯერ. 6. თუ არ გეყოფა პირიქით გაზრდი. 7 და 1-იც 8. დაისვენე ისევ. გამართე ისევ ხელფეხი და ამჯერად ვიწყებთ მონაცვლეობით სწრაფ მოძრაობას ხელფეხის. 1. 2. სუნთქვა არ შეიკავო. 3. 4. 5. 6. 7. და კიდევ 1 8. 1 2 3 4 5 6 7 და 8. დაისვენე. კარგია. საწყისი პოზიციიდან ხელები გამოიტანე უკან. თუ გინდა ერთმანეთს ჩაკიდე, თუ გინდა დააშორე ერთმანეთს. დარჩი 1 8. 1 2 3 ბარძაყები ზევით. 4 5 6 7 და 8. მოხარე ფეხები, ხელები მოვიდე კოჭებს. ერთდროულად უკან და ზევით. შვილდი გავკეთოთ. შეგიძლია სუბუქად იმოძრაო. გადაიტანო ხოლმე წონა წინ და უკან. დააბრუნე. დაიშვი, დადეშუბლი და ხელის თითები ჩაასე მატიდან ოდნავ დაშორებით. ჩასუნთქვა. მინჯები მყარად გვიდევს ზედაპირზე და აგრძელე კისერი. ამოსუნთქვაზე დაბრუნდები საწყის პოზიციაში. გააგრძელე მოძრაობა. შეგიძლია მხრები ჩაადრიალ ხოლმე მონაცვლეობით. ჯერ ერთი მხარი მიმართე მატისკენ. შემდეგ მეორე. თუ რა თქმა უნდა, ხერხემალს არ აქვს რაიმე დისკომფორტის შეგრძნება. ერთხელაც გავაკეთოთ და ჩადი. ხელები დადგი მატიდან ოდნავ დაშორებით. დადი ნიკაპი, მოხარე მარჯვენა ფეხი, გადმოიტანე მეორე ფეხის გარეთ. შეგიძლია მეორე ხელით წამოიღო, ან მოხრილ ფეხს მოკიდო, ან უბრალოდ მიმართულება მიცე. დააბრუნე. შეცვალე. მოხარე მარცხენა ფეხი, გადმოიტანე მეორე ფეხის გარეთ. გაიშალე. კარგად გახსენი გულმკერდი. დააბრუნე.
ზუსტად კი ხელები. შეერთე მუხლი, ტერფი. გადავედით ბავშვის პოზაში. ხელები თუ გინდა წინ დატოვე, თუ გინდა თავი გიდევს ზედაპირზე და ხელები იკეცება უკან. დაყოვნდი რამდენიმე სუნთქვა. თავიდან ცოტა ზედმეტი შეგრძნებები შეიძლება იყოს წელის არეში. ნელ-ნელა 2-3 სუნთქვაში აუცილებლად გაივლის. დარჩი რამდენ ხანსაც გინდა, სასიამოვნო იქნება ხერხემლისთვის შეგრძნებები და როდესაც მზად იქნები, ნელ-ნელა ხელებს დაეყრდენი, თავი აწიე და წამოჯექი. დღეისათვის სულ ეს იყო. იმედია ისიამოვნეთ პრაქტიკით. თუ მოგეწონა ვიდეო, დალაიქე, გამოიწერე ჩემი არხი, ასევე ჩემი სხვა სოციალური ქსელები, რომლის ლინკი ვიდეოს აღწერაშია. მადლობა და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. დროებით.